ლამექის ვაჟი ნოე გახლდათ მართალი და უბიწო თავის მოდგმაში. იგით თავისი წინაპრის ენოქის მსგავსად დადიოდა ღვთის წინაშე. და აი როცა მიწა გაიხწნა ყაივსო უშჩილოებით, უთხრა უფალმა ნოეს: დადგა ყოველი ქმნილების აღსასრული, გააკეთე შენთვის კიდობანი. მე მოვავლინებ მიწაზე წარღვნას, რათა განადგურდეს ყველა ქმნილება, რომელშიც არის სიცოცხლის სუნთქვა. შენთან კი ვდება აღთქმას და მისცა ღმერთმა ადამიანებს 120 წელი დრო სინანულისათვის. ამ ხნის მანძილზე აგებდა ნოე კიდობანს, მაგრამ სინანულის ნაცვლად იგი მის გარშემო მყოფებში დაცინვასა და მუქარას იმსახურებდა. თუმცა ამან ვერ შეარყია ნოეს რწმენა. ღვთის გამოცხადების შემდეგ იგი კიდობანს გულმოდგინედ აშენებდა და გააკეთა ყველაფერი ნოემ, რაც უბრძანა ღმერთმა. რასაკვირველია, მთელი მშენებლობის მანძილზე ნოე არ წყვეტდა ქადაგებას, მოუწოდებდა ადამიანებს სინანულისკენ. მაგრამ მისი ყველაზე კარგი ქადაგება იყო ხმელეთზე, წყლიდან დაშორებით აგებული კიდობანი. ღმერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდი მოთმინებით ელოდა უშჩილოებში სინანულის გაღვიძებას, მაგრამ ამაოდ. ისინი დასცინოდნენ და მკრეხელობდნენ ნოეს მიმართ. უფრო მეტადაც კი უშჩილოებდნენ და უკანონოდ იქცეოდნენ. ხოდო შედეგი სხვადასხვა სახით ვლინდებოდა. შეუძლებელი იყო მათი შემზადება იმის, რომ ისინი ისევ სამოთხეში დაბრუნებულიყვნენ. რადგან ადამიანის გონება თუ კი არ არის მიმართული იქითკენ, ღვთისკენ და მარადიული ცხოვრებისკენ, მთლიანად მიწერი ხდება, მისი შემოbrunება შეუძლებელი არის და ასკარგავს მისი არსებობა, რადგან ის რამდენი ხანიც არ უნდა იცოცხლოს მან დედამიწაზე, ის ანჯისთვის არის განწერული. კიდობნის დამთავრებისთვის ნოე 600 წლის იყო და მაშინ როცა უფალმა ნახა, რომ აღარ იყო იმედი ადამიანთა მონანიებისა, უბრძანა ნოეს კიდობანში შესულიყო თავისი ოჯახობით, ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად. ნოე დამორჩილდა ღმერთს და შევიდა კიდობანში. როდესაც არის ძალიან დიდი ჭექა-კუხილი წვიმა, ცხოველები თვითონ ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც შეეფარებიან. ბუნებრივად არის მათში ჩადებული ასეთი რამ. კიდობანი ცოტა უფრო მაღალ ფერდობზე იყო, როგორც არის გადმოცემა, ამიტომ თვითონვე ცხოველები მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც იყო კიდობანი. და ნოე არჩევს ცხოველებს ყველა სახეობას იყვანა, რომელიც თავისთავად იქ მოვიდოდა, რომელიც იყო და დღევანდელ დღესაც ისინი არიან დარჩენილები, რომლებიც შეიყვანა. და შეიყვანა არა თქვა დიდი ცხოველები, არამედ შვილები, ესე იგი ან ბოკვერები, ან შვილის ნუკრები და ასე შემდეგ. და რადგან ადგილი პატარა იყო და საკვებიც არ იქნებოდა იმდენი, რომ ახლა დიდი ცხოველების შენახვა შესაძლებელი ყოფილიყო. არ არის რაღაც გამოგონილი რამე, შეიძლება და ბევრი ცდით არის დამტკიცებული, რომ შეეძლო, რომ ეს რაოდენობა ცხოველებისა დატეულიყო კიდობანში. ამერიკაში დიდი კანიონის მიხედვით არის ეს გათხრებით წარმოებული და იმაზე მეტყოლებს, რომ ის ცხოველები არიან, რომელიც დღევანდელ დღეს ბინადრობენ. და აი გაირღვა უშველებელი უფსკრულის ყველა წყარო, გაიხსნა ცის ყველა ფანჯარა და იღვრებოდა წვიმა 40 დღე და 40 ღამე. წვიმის შეწყვეტის შემდეგ წყლის დონე სულ იმატებდა 150 დღის განმავლობაში. ყველა მთა დაიფარა წყლით და განადგურდა ყოველგვარი სულიერი ქმნილება. მაღალ მთებზე არის დანალექები ზღვის და ოკეანის ლოკოკინებისა, მოლუსკებისა, ნიჟარები, რომლებიც თავისთავად წყლის ცხოველები არიან, ბინადარნი და არ შეიძლებოდა, რომ გარემო პირობებში ესე მიწაზე ეცხოვრათ. და მაშინ არც უნდა მოუხდარიყო მათი დანალექი ამ სიმაღლეებზე. ეს იმაზე მეტყოლებს, რომ წარღვნა სწორედ ნამდვილად იყო, ნამდვილად მოხდა და არანაირი მოგონილი არ არის, ეს თვითონ ფაქტები ადასტურებს ამას და ბოლო პერიოდის მეცნიერები უფრო იქითკენ იხრებიან, რომ ეს რაღაც უფრო დიდი კატასტროფის შედეგი არის და არა რაღაც მილიარდობით წლების დანალექის ნაგროვები, იმიტომ რომ თვითონ ასეთი ცხოველთა ნაშთები რო შეინახოს დედამიწამ გარე სამყაროში რომ მოხდეს შენახვა აუცილებელი რომ ის რაღაც ძალიან დიდ ბლანტის სითხის ქვეშ უცებათად უნდა მოხდეს მათი დაფლა იმ წინააღმდეგ შემთხვევაში დაიშლება და ძვალიც კი რომელიც ყოველ უფრო მყარი
მყარი ნივთიერება არის ამის დაშლაც ხდება. ამიტომ შენახვა ვერ მოხდებოდა ვერანაირად. ამიტომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ დალექვა და აი ამ ყველაფრის შენახვა მოხდა რაღაც ერთ ძალიან პატარა პერიოდში და არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში. ლოკოკინების დანალექებში ჩნდება უცბად ხერხემლიან ცხოველების ნეშტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ იყო რაღაც ერთი პერიოდის რაღაც პროცესის ნელი მიმდინარეობის მიერ დანალექი ფენები, არამედ ეს რაღაცა უფრო სხვა, აი როგორც უფრო თვლიან, შეიძლება რომ ეს კატასტროფის მიზეზი ყოფილიყო და ეს როგორც მოხდა ამის დალექვა თავისთავად თევზები უფრო ადრე და მოლუსკები უფრო ქვევით მოხდებოდნენ და შემდგომ მოხდებოდნენ ზევით და ზევით უფრო ცხოველთა სამყაროს. ყველაფერი უფრო პირდაპირ მიუთითებს, რომ ბიბლიაში გადმოცემული ეს ისტორია და ეს მონაცემები არ არის მოგონილი. ასე მოეწია ღვთის დიდი სასჯელი გარყვნილებასა და სიბილწეში ჩამხრჩვალ კაცობრიობას. დაიღუპა ყველა ადამიანი. მხოლოდ ნოეს კიდობანი, რომლის ოჯახიც გამოირჩა ღვთისაგან, ახალი სიცოცხლის გასაგრძელებლად ირწეოდა წყალზე. ნოეს კიდობანი წარმოადგენდა წინა სახეს, ქრისტეს ეკლესიისას. იქ პირდაპირ წერია, რომ ესე იგი გადმოდიოდნენ, ესე იგი წვიმდა მიწისქვეშა წყლების დონე იწეოდა ზევით, ესე იგი წყლის მთლიანად რაც კი წყალი იყო მიწისქვეშ, ისიც ზევით ამოდიოდა და ასევე ცის კამარანი გაიხსნენ და იქიდან გადმოვიდნენ წყალნი. ესე იგი კოსმოსში არსებული წყალიც კი, რაც იყო და რომელსაც პოულობენ დღევანდელ დღეს აი სამეცნიერო NASA-ს საკვლევითი აპარატები და მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა პლანეტებზე უნდა ყოფილიყოს წყალი, იმიტომ მისი ნაკვალევი არსებობს. დღეს აი სწორედ ის წყალიც დედამიწაზე მოხდა იმ წყლის ჩამოყრაც და კლიმატი ფაქტიურად შეიცვალა იმის მერე და დედამიწაზე ადამიანების და სამყაროს მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ღვთისთვის განგებისთვის და მისი ნებისთვის ყველაფერი შესაძლებელი არის და მიმართული არის სწორედ იქითკენ, რომ ადამიანები მოიყვანოს რწმენაში. და გაიხსენა ღმერთმა ნოე, მასთან მყოფნი კიდობანზე და შეჰყარა ღმერთმა ქარები წყალზე და წყალი გაჩერდა. თანდათან წყლის დონე მიწყო კლება, ისე რომ მე-7 თვისთვის კიდობანი გაჩერდა არარატის მთის ერთ-ერთ მწვერვალზე. მე-12 თვეს, როცა წყალმა მნიშვნელოვნად დაიკლო, ნოემ ფანჯრიდან გაუშვა ყორანი. რომ შეეტყო, იპოვიდა თუ არა იგი ხმელეთს, მაგრამ ყორანი უკან დაბრუნდა. 7 დღის შემდეგ ნოემ მტრედი გაუშვა. ისიც უკან დაბრუნდა. კვლავ 7 დღის შემდეგ ნოემ გაუშვა მტრედი. საღამოსკენ მტრედმა ნისკარტით მოიტანა ზეთისხილის ნედლი ტოტი. 7 დღის შემდეგ ნოემ მესამედ გაუშვა მტრედი და ამჯერად იგი უკვე აღარ დაბრუნდა. და მიხვდა ნოე, რომ მიწა უკვე მშრალი იყო. ღმერთმაც უბრძანა ნოეს კიდობნიდან გადმოსვლა. ნოემ სამადლობელი აღუვლინა ღმერთს სასწაულებრივი გადარჩენისათვის. ააგო სამსხვერპლო. დაკლა წმინდა ცხოველები და შესწირა მსხვერპლად. დააკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა: განაყოფიერდით და გამრავლდით და აავსეთ მიწა. აი ამითგან იწყება შემდგომ განვითარება და გავრცელება კაცობრიობისა, რადგან უფალი თვლის, რომ აი ამ შტოდან უნდა მოხდეს ისევ შემზადება ადამიანისა, რადგან ესენი ღვთისმიერნი იყვნენ და უფლისკენ ჰქონდათ მათ გონება მიმართული. წარღვნის შემდეგ რელიგიას ახალი კავშირით განახლდა. ამ კავშირის დადებისას უფალი შეპირდა ნოეს, რომ აღარ გაანადგურებს ამიერიდან ქმნილებას წარღვნით და აღარ იქნება უკვე წარღვნა მიწაზე. ამ მარადიული აღთქმის ნიშნად უფალმა გამოარჩია ცისარტყელა. რასაკვირველია, ცისარტყელა ფიზიკურად წარღვნამდეც არსებობდა, მაგრამ ამიერიდან იგი იქცა ამ აღთქმის სიმბოლოდ. წარღვნის შემდეგ ადამიანები კვლავ ერთად დასახლდნენ და იწყეს შრომა. ნოე თავის შვილებისთვის ღვთისმოსაობის, შრომის მოყვარეობისა და სხვა სათნოებათა მაგალითს წარმოადგენდა. მაგრამ ერთხელაც ნოეც შეცდა. ეს მოხდა მაშინ, როცა მან ღვინო დალია და მთვრალმა გაიხადა სამოსი და შიშველმა დაიძინა კარავში. მისი ერთ-ერთი შვილი, ქამი, რომელსაც არ გააჩნდა სიყვარული და მოკრძალება მამისადმი, ძალიან გაახარა ამის დანახვა. მას უხაროდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა ადამიანს, რომელიც სიმკაცრით გამოირჩეოდა. იგი გაეშურა ძმებისკენ და ბოროტის სიხარულით უამბო, რა მდგომარეობაშიც იყო მამა. მაგრამ სემმა და იაფეთმა სიყვარული გამოიჩინეს მამის მიმართ. კარავში შესულები უკუსვლით მიუახლოვდნენ მამას,
რომ არ დაინახათ მისი სიშიშულე და ასე დააფარეს გადასაფარებელი. ნოემ რომ შეიტყო ქამის თავხედობის ამბავი, დაწყევლა იგი და მისი შთამომავლობა. სემი და იაფეტი კი დალოცა. პირველყოფილი საზოგადოება პატრიარქალური იყო. პატრიარქს, ესე იგი გვარის მეთაურს, ჰქონდა თავის შვილებსა და მათ შთამომავლებზე განუსაზღვრელი უფლებები. ნოემ წარღვნის შემდეგ კიდევ 350 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 950 წლის ასაკში. მასზე ბიბლია უკვე აღარაფერს გვიამბობს. ამის შემდეგ მოსე აღწერს ნოეს შთამომავალთა ცხოვრებას. მათგან სემის შთამომავლები დასახლდნენ აზიაში. უმეტესად არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებულ ქვეყნების მახლობლად. ქამის შთამომავლები კი თითქმის უკლებლივ ყველანი აფრიკაში დასახლდნენ. იაფეტის შთამომავლებმა ევროპის სამხრეთსა და შუა აზიაში იწყეს ცხოვრება და ჩამოაყალიბეს არიული სამეფო. და ნოეს შვილები იმთავითვე როდი მოედნენ მთელ დედამიწას. ისინი თავდაპირველად ყველანი ერთად არარატის მთის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ერთ დიდ ოჯახად და ერთ ენაზე მეტყველებდნენ. თავიანთ მამათა მამულში დაბრუნების სურვილით მათ იწყეს სენაარის, ესე იგი მესოპოტამიის მიდამოებში დასახლება. საუკუნეთა მანძილზე სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ დაბადებაში აღწერილი სანაარის ქვეყანა სინამდვილეში არ არსებობდა. სიმართლის დასადგენად ძველი აღთქმის მკვლევარს პროფესორ დევიდ დოილს მიუმართეთ. ბიბლიის მკვლევარები ეჭქვეშ აყენებდნენ არა მარტო სანაარის ადგილმდებარეობას, არამედ თავად მის არსებობასაც. თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა ლურსმული დამწერლობით დამშვენებული 1000-მდე ასეთი ფირფიტა აღმოაჩინეს. ეგვიპტეში, სირიაში, ხეთებისა და ხორეების მიწაზე აღმოჩენილ ფირფიტებზე სანაარის მიწაც მოიხსენიება. მესოპოტამიის ნაყოფიერმა ნიადაგმა და სხვა კეთილსასურველმა პირობებმა მოიზიდა აქ წარღვნის შემდგომ დროინდელი ადამიანები. წარმოიშვა შუმერული, აქედნური და ბაბილონური ქალაქები. ბიბლია გვიამბობს, რომ პირველი ბაბილონური სამეფოს ფუძემდებლად და ასირიის დამპყრობლად გვევლინება ქამის შთამომავალი ნიმროდი. ეს იყო ძლიერი პიროვნება და თავისი ხასიათით იგი წააგავდა კაინელებს, ქალაქების პირველ მშენებლებს. ნიმროდმა დააფუძნა ქალაქი ბაბილონი, რომელიც მალე წარმოჩინდა როგორც დიდი და ამაყი დედაქალაქი, მრავალრიცხოვანი ადამიანებით დასახლებულ ქალაქებს შორის. არ არის გასაკვირი, რომ ასეთმა პირობებმა ნიმროდი და მისი შთამომავლობა სიამაყით აავსო. მათ დაიწყეს ოცნება მსოფლიოს მონარქობაზე, სადაც ქამის შთამომავლები გაბატონდებოდნენ. ეს სიამაყე გადაიზარდა მათ გადაწყვეტილებაში, თავიანთი პოლიტიკური და სიძლიერისა და თავხედური ღვთისმებრძოლეობის ნიშნად. აეგოთ გოდოლი, რომელიც ცას მისწოდებოდა. ეს ერთი მხრივ ჭეშმარიტად გახლდათ გიჟური ოცნება ადამიანისა. და ამავე დროს იყო დანაშაულებრივი და სახიფათო გადაწყვეტილება. დანაშაულებრივი იმიტომ, რომ იგი გამომდინარეობდა სიამაყიდან, რომელიც ღმერთს აშორებდა ადამიანს და მასთან საბრძოლველად განაწყობდა. სახიფათო კი იმიტომ იყო, რომ ეს გადაწყვიტეს ქამის შთამომავლებმა, რომლებიც გამოერჩეოდნენ უშჩულოებით. და აი გაჩაღდა მუშაობა. ადამიანებმა იწყეს აგურების გამოწვა. აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. ამიერიდან დაუბრკოლებლად გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განეზრახავენ. აჰა, ჩავალ და ენასაურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან თელს დედამიწის ზურგზე. ადამიანები ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის მშენებლობა და გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს. ქალაქს კი, სადაც გოდოლს აშენებდნენ, უწოდეს ბაბილონი. ბაბილონიც როგორც შუმერულ ბაბილონური გადმოცემით ნათქვამია, ქალაქი სიტყვა ბაბელ ნიშნავს ცის კარიბჭეს. და ეს ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდნენ, ჩათვალეს, რომ სიამპარტავნის გამო და მათი შეხედულების გამო აეშენებინათ ისეთი რამ, რომელიც ზეცას მიაღწევდა და ესე იგი მათ აღარ ჭირდებოდათ უფალი, არამედ თავის განხრთობა დაიწყეს, ეს იყო ამპარტავნების უმაღლესი დონე, რა თქმა უნდა ეს ადამიანის მხოლოდ და მხოლოდ მოტყუებული მდგომარეობა არის, სხვა არაფერი, რადგან თulis ადამიანი რომ უფალზე უფრო აღმატებული არის და არ ესაჭიროება უფალი. და ამის შემთხვევაში დაიწყეს სწორედ ამ გოდოლის შენება
რაც ნათქვამი არის, რომ ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ეს შეიძლება უფრო გავიგოთ, რომ ერთი აზრისანი იყვნენ. და როდესაც მოხდა უფლისგან რისხვადან გრევა მოხდა მათი აშენებული კოშკისა, შემდგომ აზროვნება, ესე იგი ენები გაეყოთ მათ, არამედ უფრო აზროვნება გაიყო, ეს შეიძლება აღვიქვათ ეს და ესე იგი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ნახეს, რომ უფლის წინაშე ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს. და შემდგომში, როგორც ვიცით, სწორედ ერთ-ერთი განვითარების და რაღაც გარკვეული კულტურის ცენტრი იმ ძველი პერიოდისთვის არის სწორედ ბაბილონურ შუმერული ადგილსამყოფელი, რომლისგანაც შემდგომში თავის დროზე გამოდის კიდევაც აბრაამი, რაღაც პერიოდი აბრაამი ცხოვრობდა იქ. ბაბილონის გოდოლის თაობაზე დისკუსიამ ერთი მთავარი კითხვა წარმოშვა. შესაძლებელი იყო თუ არა ყველა ენის ერთი საერთო ფუძიდან წარმოშობა. აღმოჩნდა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია. ანთროპოლოგიური კვლევების თანახმად, ძველი სამყაროს ხალხთა დასახლება სწორედ აქედან. ახლო აღმოსავლეთიდან, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ბიბლიის თანახმადაც ამ პროცესს საფუძველი ბაბილონის გოდოლის ტერიტორიაზე ჩაეყარა. თანამედროვე ანთროპოლოგიამ ეს ფაქტობრივად დაადასტურა. რაც უფრო შორს მიდიოდნენ ადამიანები, მით უფრო ივიწყებდნენ გადმოცემას ჭეშმარიტ ღმერთზე. იწყეს ჭეშმარიტი ღვთის განგებულების ჯერ დამახინჯება, მერე კი სრულად დაივიწყეს იგი. ჭეშმარიტი ღვთის დავიწყებით ადამიანები, რასაკვირველია, არ ხდებოდნენ აბსოლუტური ათეისტები, რადგან მათი სულის სიღრმეში მაინც ბინადრობდა და რჩებოდა რელიგიური განცდა. მათ გააჩნდათ სულიერების მოთხოვნილება და მათი სულები იუტოდნენ ღვთისკენ. ამიტომაც იყო, რომ უხილავი ღვთის დაკარგვის შემდეგ მათ იწყეს გაღმერთება ხილული ბუნების საგნებისა და მოვლენებისა. ასე წარმოიშვა კერპთაყვანისმცემლობა. კერპთაყვანისმცემლობა სამი სახით არსებობდა. იყო საბეიზმი, რაც გამოიხატებოდა ვარსკვლავების, მზისა და მთვარის გაღმერთებაში. ზოოტეიზმი, ცხოველთა გაღმერთება და ანთროპოთეიზმი, ადამიანის გაღმერთება. კერპთაყვანისმცემლობის ამ სამმა სახემ განსაკუთრებით მკვეთრი გამოხატულება ჰპოვა მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. თუმცა მიუხედავად დედამიწაზე საყოველთაო კერპთაყვანისმცემლობისა და უშჯულოებისა, ჯერ კიდევ იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტ რწმენას. მაგრამ ასეთ გარემოცვას შეეძლო ისინით ჩაეთრია ურწმუნოების ამ ნაკადში. ამიტომ, რომ შეენარჩუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის თესლი და მოემზადებინათ ისინი მომავალი მხსნელის შესახვედრად, უფალი წარმართა შორის ირჩევს სულით მტკიცედ და რწმენით სავსე პატრიარქს, აბრაამს. მისი სახით კი მთელ ებრაელ ხალხს, რომლებიდანაც ქვეყნიერებას მოევლინებოდა ღვთისგან დაპირებული მაცხოვარი, ხსნელი.